სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საზეიმო პარაკლისი აღავლინა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპრობელმა ღვთისმსახურება წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. პარაკლისის დაწყებამდე კათოლიკოს პატრიარქმა ტაძარში შეკრებილები დალოცა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორიასა და მისი აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჩვენი ერის ისტორიაში არის განსაკუთრებული დღეები, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით შევიდა ჩვენს წარსულში, ჩვენს ისტორიაში და რომელსაც ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა სანამ იარსებებს დედამიწა და იარსებებს კაცობრიობა. ეს არის საქართველოს ეკლესია და ჩვენი ერი. ჩვენი ერის მნიშვნელობა ეკლესიაში და ეკლესიის მნიშვნელობა ჩვენ ერში. როცა ჩვენ დღესასწაულობთ საქართველოს ავტოკეფალიას, ჩვენ არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ის, რომ ქართველ ხალხს ესმოდა ავტოკეფალიის მნიშვნელობა თავიდანვე. თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა. თუნდაც ის, რომ საქართველო გახდა წილხედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველ ხალხსა და პასუხისმგებლობას აკისრებდა ჩვენს ხალხს საქართველოს წინაშე კაცობრიობისა. არ შეიძლება არ ითქვას, რომ ავტოკეფალიას ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ერისა და ეკლესიის ისტორიაში. ძნელია წარმოიდგინოთ ჩვენ ის, ვინ ვიქნებოდით ჩვენი ეკლესიისა და ავტოკეფალიის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ის არ ვიქნებოდით, რაც დღეს ვართ. და დღეს ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. მადლობას ვწირავთ, რადგან ღვთის განგების და ღვთის ბრძანების გარეშე ეს არ მოხდებოდა. კონსტანტინე დიდი აგზავნის საქართველოში წმინდა დიდ სიწმინდეს ჯვარის ნაწილს და ორ სამშვალს, რომლითაც
ჯვარს ეცვა უფალი ჩემი იესო ქრისტე. მეხუთე საუკუნეში განსაკუთრებული როლი ავტოკეფალიის მოპოვებაში იქონია მეფე ვახტანგ გორგასალმა. მეფე ვახტანგ გორგასალი საოცრება საქართველოს ისტორიაში. რომელი მეფე, რომელი ადამიანი საერთოდ იტყოდა ან იტყვის იმას, ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა. შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ ქრისტესთვის სიკვდილი უნდა გმირულად მოთმინებით აიტანოს ადამიანმა, მაგრამ ეძიებდეთ, თქვენ თვითონ ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა. ეს მხოლოდ თქვა ვახტანგ გორგასალმა და მეტმა არავინ. ტიტული კათალიკოსი, რომელიც მიენიჭა პირველ მამათმთავარს, რომელსაც ეწოდა კათალიკოსის წოდება, იყო პეტრე. პეტრეს მიენიჭა პეტრესაგან. ანტიოქიის პატრიარქიც პეტრე იყო. და ეს ძლიერდებოდა. ამისი მნიშვნელობა თანდათან ძლიერდებოდა საქართველოს გონებაში, ქართველი ადამიანის გონებაში. და აი მე-11 საუკუნეში, მე-11 საუკუნის დასაწყისში ეწოდა მამათმთავარს ტიტული პატრიარქი, უმაღლესი ტიტული. მაგრამ გამოცდაც ბევრი შეხვედრია ქართულ ხალხს. 1811 წელი და იმის წინ 1801 წელი, როცა საქართველო კარგავს თავის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. 1811 წელი, როცა ანტონ მეორე გოდები და ტირილით ემშვიდობება სვეტიცხოველს და იძულებით მიჰყავთ იგი რუსეთში. თითქოს გრძნობდა, რომ მას აღარ ეღირსებოდა სამშობლოში დაბრუნება. და ეს ასეც მოხდა. დღეს არ ვიცით, სად არის მისი საფლავი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ნიჟნი-ნოვგოროდშია. 1917 წელი, როცა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებმა გადაწყვიტეს აღდგენა ავტოკეფალიისა. რამხელა რწმენა და რამხელა ნებისყოფა ჰქონდა, რომ იმ დროს, როცა ასეთი არეულობა იყო, ამათ ლეონიდემ, კირიონმა, ამბროსიმ, კალისტრატემ და სხვებმა გადაწყვიტეს აღედგინა
საქართველოს ავტოკეფალია. ავტოკეფალია საერთოდ ნიშნავს თავის პატრონი. და დღეს ჩვენ მუხს ვიდრეკთ წინაშე ჩვენი დიდი წინაპრებისა. შემთხვევით არ არის, რომ დღევანდელი პარაკლისი სრულდება სიონში, სადაც განისვენებენ ჩვენი დიდი წინაპრები, პატრიარქები. ყველაფერი ხდება ღვთის ნებით და ღვთის ძალით. დიდება უფალო, ძალსა შენსა, მადლობა უფალო შენს მოწყალებას. აი დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს ჩვენი დიდი წინაპრებისთვის და ჩვენი ეკლესიის კეთილდღეობისათვის. ღმერთი იყოს მფარველი საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ერისა. ჩვენთან არის ღმერთი. საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უნდა გაერთიანებულიყო უწმინდესისა და უმართებულესის სინოდის გამგეობაში. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა. გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების გამგებლობისგან, უწმინდესის სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით. ეს წერილი 1811 წლის 10 ივნისით თარიღდება და მისი ავტორი რუსეთის მეფე ალექსანდრე პირველია. სწორედ ამ გზავნილის შემდეგ გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ქვეყანას სულიერი წინამძღოლის, კათოლიკოს პატრიარქის გარეშე დარჩა. წმინდა ანტონ მეორე რუსეთში გადაასახლეს. მეხუთე საუკუნეში მინიჭებული ავტოკეფალიის აღდგენა კი მხოლოდ 106 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსის მეშვეობით მართავდა. ქართული ენისა და ტრადიციების, ქართულ წმინდანთა და დღესასწაულთა არცოდნამ გადაულახავი ბარიერი წარმოქმნა ქართულ მართლმადიდებელთა და ეკლესიის მაშინდელ მესვეურთა შორის. მოიშალა საეკლესიო კათედრები, 24 ეპარქია, რომელთა მღვდელმთავრები სამწყსოსთან ერთად იტანდნენ ყოველგვარ მძიმე ყოფას და სიცოცხლესაც კი სწირავდნენ სამშობლოსთვის. საეგზარქოსო მხუთამდე შეამცირა. ქართული წირვა-ლოცვა და მრავალხმიანი ქართული საგალობლები შეიცვალა რუსულით. საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე რუდუნებით აშენებდა და ქმნიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 1 წლით ადრე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საერო და სასულიერო პირები შეიკრიბნენ. წირვას გურიის ეპისკოპოსი ლეონიდე აღასრულებდა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა. ეს მოხდა 1917 წლის 25 მარტს. მალე ქართული დელეგაცია მივიდა მთავარეპისკოპოს პლატონ როჟდესტვენსკისთან, რომელიც ამ დროს ეგზარქოსის მოვალეობას ასრულებდა და მას განუცხადა, რომ საქართველოს ეკლესიის მართვის უფლება აღარ ჰქონდა. ყველას გილოცავთ დღევანდელ მნიშვნელოვან თარიღს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 98 წელს. ეს ისტორიული მნიშვნელობის დღე იყო, როდესაც საქართველოს ეკლესიის მესვეურებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადო მოღვაწეებმა გადაწყვიტეს და აღადგინეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ანუ დამოუკიდებლობა. ამის შემდგომ უკვე იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა და საოცარი არის ისიც, რომ 1990 წელს, როდესაც დაადასტურა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, ამ მოვლენას მოყვა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება. ზუსტად 98 წლის წინ 12 საათზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქართულმა სამღვდელოებამ გამოაცხადა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღდგენა. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ქართველისათვის, იმიტომ რომ ინგრეოდა რუსეთის იმპერია და პირველი თავისუფლების მაცნე სწორედ
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის აღდგენა იყო. დიდი დღეა დღეს საქართველოს ეკლესიისთვის. Გამოვიხსენით 106 წლიანი ტყვეობისაგან. მოულოცავ მთელ საქართველოს მრევლს, მოსახლეობას და უსურვებ, რომ გამტკიცებულიყავით ჩვენს წვენაში. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობას მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა აღიარებდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება არ არსებობდა. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას არ სცნობდა რუსეთის ეკლესია 1954 წლამდე. მაშინ, როდესაც მან აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ოღონდ არაუძველესი დროიდან. 1990 წელს კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ოფიციალურად სცნოდა აღიარა საქართველოს ეკლესიის ისტორიული დამოუკიდებლობა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოსმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელები საზეიმო ვითარებაში გადასცა. ისტორიკოსები ხშირად მსჯელობენ იმაზე, როგორი იქნებოდა საქართველოს ეკლესიის და რა თქმა უნდა ქვეყნის ბედი, რომ არ გამოცხადებულიყო საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა ან რამდენი ხნით გადაიწევდა ეს თარიღი. სამაგიეროდ საკამათო არ არის ის ფაქტი, რომ 1917 წლის 25 მარტს ისტორიული სამართლიანობა აღდგა. სამართლიანობა, რომელსაც სხვა სახელიც აქვს, კანონზომიერება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა დემეტრე თავდადებული წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის შვილთაშვილი იყო. მისი მშობლები იყვნენ მეფე დავითულუ და დედოფალი გვანცა. ბავშვობიდანვე განსაცდელებით წვრთნი და უფალი მომავალ მეფესა და მოწამეს. ჩვილი იყო, როდესაც მონღოლებმა მისი დედა სიკვდილით დასაჯეს. მას შემდეგ დემეტრე ტარსაი-ჭორბელიანის სახლში იზრდებოდა. 1270 წელს მეფე დავითულუ გარდაიცვალა. 12 წლის ყრმა დემეტრე ქართველმა დიდებულებმა აბღაყაენს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს საქართველოს მეფედ დაემტკიცებინათ. ყაენი დაეთანხმა დემეტრეს გამეფებას, მაგრამ თავისი უფლებების განსამტკიცებლად გამოაყოლა მას სადუნი, რომელიც მეფე დემეტრემ ათაბაგად დანიშნა. სადუნ მანკაბერდელი ყაენის ნების აღმსრულებელი იყო. მეფე დემეტრეს კურთხევა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულა. მეფე გონივრულად და გულმოწყალებით მართავდა ქვეყანას. იგი ხშირად გადიოდა ღამით ქალაქში, ეცნობოდა გაჭირვებულებს და ეხმარებოდა მათ. შედარებით მშვიდი პერიოდი მეფე დემეტრემ ქვეყნის კეთილდღეობისთვის მაქსიმალურად გამოიყენა. ააშენა და განაახლა ეკლესია-მონასტრები და გაამაგრა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ციხესიმაგრე, თუმცა მეტი აღარ დასცალდა მეფეს, რადგან ყაენმა იგი ეგვიპტეში სალაშქროდ მიიწვია. მეფე დემეტრე მრავალრიცხოვანი ლაშქარით გაჰყვა ყაენს. ბრძოლაში გმირული მამაცობით გააოცა მონღოლები და ეგვიპტელები, მაგრამ მეფე ქვეყანაში განახევრებული ჯარით დაბრუნდა. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოუწია მეფე დემეტრეს ზღვის ომში ბრძოლა და თავისი მამაცობის გამოჩენა, მაგრამ ამდენი ლაშქრობებით გაღატაკდა და გავერანდა ქვეყანა. სხვათა ბრძოლებში სისხლისგან დაცრილი საქართველო ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. დაიწყო შინაბრძოლები და დაპირისპირება. იმის მაგივრად, რომ ქართველებს მეგობრების სახით შემოპარულ მტრებისთვის მიეხედათ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ისევ დაუდგა ქვეყანას მძიმე დღეები. ცდილობდა კათოლიკოსი ნიკოლოზი მრევლის გამოფხიზლებას და მათ ამპარტავნებაში ხშირად ამხელდა, მაგრამ კათოლიკოსის დამოძღვრამ შედეგი ვერ გამოიღო. უფალმა სასჯელი მოუვლინა ქვეყანას, ნების 4 შაბათსა და 5 შაბათს მიწისძვრის სახით, მაგრამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სიხარულისთვის გამზადებულებს ყურადღება არ მიუქცევიათ მისთვის. მიწისძვრა კიდევ განმეორდა. წითელ პარასკევსა და შაბათს დაინგრა ეკლესია-მონასტრები, საცხოვრებლები და მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აბღაყაენის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს აბღაზ ძმა აჰმადი და მისი შვილი არღუნი. მეფე დემეტრე იძულებული იყო ჩართულიყო პოლიტიკურ დაპირისპირებებში. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება დაბრალდა ვეზირ ბუღას, რომელიც მძახლად ეკუთვნოდა მეფე დემეტრეს. ყაენმა ვეზირი ბუღა სიკვდილით დასაჯა. მის კარზე დაიბარეს მეფე დემეტრეც. მეფემ უდიდესი მამაცობა გამოიჩინა და წარმოსქვა სიტყვები, რომელიც ერის გადასარჩენად სიკვდილზე წასვლას გულისხმობდა. ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩინეს ქართველთა მეფეს. დაფიქრდა ყაენიც, რადგან დემეტრე მეორის გარდაცვალების შემდეგ აღარავინ რჩებოდა ღირსი მეფობისა, თუმცა არც მისი დაუსჯელობა ივარგებდა, რადგან ქართველთა მეფეს ვეზირ ბუღას თანამოაზრედ თვლიდნენ.
ბოლოს მეფეს ხელები შეუგრეს, სასტიკად ცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ქართველებმა მოახერხეს მეფის პატიმრობაში მონახულება და მას გაქცევა შესთავაზეს, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს, რადგან დემეტრე მეორე მიცოდა, რომ მისი წასვლით უბრალო ხალხი დაიხოცებოდა. 1299 წელს მოვაკანში მდინარე მტკვრის პირას მეფე დემეტრეს სიკვდილით დასაჯეს. მოულოდნელად სასწაულმა შეძრა ქვეყანა, მზე დაბნელდა და საშინელი წვდიადი ჩამოწვა. ამ სასწაულმა ისე შეაშინა ურჯულოები, რომ ვეღარ გაბედეს მეფის შვილის, უფლისწული დავითის მოკვლა. პატრიარქმა აბრაამმა და მღვდელმა მოსემ ფარულად გამოიხსნეს წმინდა დემეტრეს ცხედარი და თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიწყვნილი სამეცნიერო კონფერენცია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებაზე უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ 98 წლის წინ მომხდარი უდიდესი სულიერი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა გაიხსენა. პროფესორ მასწავლებლებმა და სტუდენტებმა კი საკუთარი მოხსენებები წარადგინეს იმ ურთულესი პერიოდის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას უსწრებდა წინ. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 1990 წელზე, როდესაც საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად სცნო. 1917 წელი დიდი პოლიტიკური, ეკლესიური მოვლენებით დატვირთული წელი იყო. 1917 წლის 25 მარტს აღდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი. 1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამ დიდ მოვლენებს დასაბამი მისცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. არ იყო მოულოდნელი ის, რომ ქართველი სამღვდელოება პოლიტიკოსებზე უფრო ორგანიზებული, უფრო მიზანსტრაფული, უფრო დარაზმული აღმოჩნდა. ქართულ უნივერსიტეტში ყოველწლიურად საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხს ეძღვნება არაერთი სამეცნიერო კონფერენცია. ამ კონფერენციებში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები და კიდევ უფრო საამაყოა და კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქ იმ თვალსაზრისით, რომ დღევანდელ დღეს არის დემეტრე თავდადებულის ხსენების დღე. გილოცავთ დღევანდელ დღეს ავტოკეფალიის მნიშვნელობას მოკლე ისტორიული ექსკურსი ჩავატარე და შევეხე იმ მნიშვნელოვან ნიუანსებს, რაც საჭიროა ზოგადად ავტოკეფალიისათვის. მე უსურვებ მთელ საქართველოს, რომ მოგცემოდეს ის სულისკვეთება, რომელიც ჰქონდათ ჩვენ დიდ წინაპრებს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესა და წმინდა მღვდელმოწამე კირიონ მეორის დაბადებიდან 160 წლის საიუბილეო თარიღს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში კონფერენცია მიეძღვნა. ღონისძიების დაწყებამდე აღნიშნულ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ წმინდა ნიკოლოზისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდგომ მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოხსენებები წაიკითხეს. ყურადღებას შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა წმინდა ილია მართლის წვლილი ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში, ილია ჭავჭავაძე და კირიონ მეორე, კირიონ მეორე და აფხაზეთი. სამეცნიერო შეხვედრას მეცნიერ მკვლევარებთან ერთად თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. დღეს საქართველოს ეკლესია აღნიშნავს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, რომელიც არის ერთი დიდი ეპოქის, ჩვენი დიდი წინაპრების, როგორც საეკლესიო მოღვაწეების, ისე საერო მოღვაწეების ბრძოლისა და დაუღალავი შრომის შედეგი, რომელიც 1917 წელს 25 მარტს დაგვირგვინდა ავტოკეფალიის აღდგენით, რომელიც იყო ესე ვთქვათ დიდი ესე ვთქვათ განთავისუფლება ქართული ეკლესიისა რუსული იმპერიალისტური და სამწუხაროდ დამპყრობლური ესე ვთქვათ პოლიტიკისა, რომელსაც უნდოდა და აკეთებდა კიდევაც, რომ ქართული ენა, ქართული ესე ვთქვათ ღვთისმეტყველება, ქართულ მოძღვართა ესე ვთქვათ როლი მაქსიმალურად ესე ყოფილიყო
შენელებული. ილია ჭავჭავაძის წვლილზე ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში ისაუბრებს მუზეუმის სამეცნიერო საექსპოზიციო განყოფილების გამგე ქალბატონი ნანა ქიტიაშვილი და ილია ჭავჭავაძის და კირიონ მეორის ურთიერთობაზე, მათ შემოქმედების ურთიერთობაზე და პირად დამოკიდებულებებზე გვესაუბრება მუზეუმის სამეცნიერო საგანმანათლებლო განყოფილების გამგე ნანა სახვაძე. ასევე საინტერესო ღონისძიება არის მოხსენება არის დღის წესრიგში შეტანილი მუზეუმის მეგობარი, მკვლევარი, საყურადღებო მონოგრაფიების ავტორი სასულიერო პირთა მოღვაწეობის შესახებ, განსაკუთრებით ჩვენთვის მეტად მკვნეულ საკითხს შეეხება ეს გახლავთ კირიონ მეორის მოღვაწეობა აფხაზეთში, ავტორი ამ მოხსენებისა გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გამახარია. დანიშნამდე და დანიშნვის შემდეგაც მთელს იმპერიაში საუბრობდნენ სწორედ აი კირიონი როგორ დაინიშნა სოხუმში, როგორ ღუპავს იქ იმპერიის ინტერესებს და ასე შემდეგ. და ეს ყოველივე გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც კირიონი იქიდან გაიწვიეს. ეს არის მთელი ეპოქა, ეს სულ რაღაც რამდენიმე თვე, მან იმდენი გაკეთება მოასწრო, რომ მისი წაშლა იქ ვერავინ მერე ვერ მოახერხა შემდგომ წლებში. გამოიყენე შენი ძალა, ერთად შევცვალოთ კლიმატის ცვლილება. ამ დევიზით მიმდინარე წლის 28 მარტს საქართველოს დედამიწის საათს აღნიშნავს. აღნიშნულ თემაზე გაეროს სახლში პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს დედამიწის საათს წელს უკვე მე-7 ეხმიანება. ამ დღეს 1 საათის განმავლობაში სიმბოლურად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში სინათლე ქრება და ამით საზოგადოება მთელი მსოფლიოს კამპანიას უერთდება. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით თბილისში სანთლის შუქზე კონცერტების ჩატარებაც იგეგმება. აღინიშნება ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიოში გარემოს დაცვითი აქცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2007 წელს. ეს არის დედამიწის საათი, როდესაც ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მილიონობით ადამიანი უარს ამბობს სიმბოლურად 1 საათი ელექტროენერგიის გამოყენებაზე. მიზანი ამ აქციის ის არის, რომ კიდევ ერთხელ მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია კლიმატის ცვლილებების შესახებ. დღეს გადაჭარბების გარეშე უკვე შეიძლება ითქვას, რომ კლიმატის ცვლილებები არის დედამიწისთვის სასიცოცხლო პრობლემა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალა და ენერგია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სამყარო უფრო მწვანე და დაცული გახდეს. საქართველოს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ამაზე. რაც შეეხება დედამიწის საათს, მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში ყველა ჩვენგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო გაერთიანების შექმნაზე მუშაობა იწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ჰოლანდიურ კომპანია ფორტუნა ჰოლდინგთან ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმების მიხედვით ვეტერანთა 800-მდე ოჯახი დასახლდება გარდაბანში, სადაც მათთვის მუშაობისა და ცხოვრების შესაბამისი პირობები შეიქმნება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვეტერანები ფერმებში, რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სათბურებში დასაქმდებიან. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაწყებამდე კი საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდება სამთვიანი კვლევა, რომელიც ვეტერანთა დასახლების მომავალ ადგილმდებარეობასა და პროექტის ეკონომიკურ გათვლებს შეისწავლის. გვინდა რომ ეს გამოცდილება და ცოდნა დავნერგოთ საქართველოში, იმისათვის რომ მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს ჩვენი ვეტერანების დასაქმება და ეს არ ითვალისწინებს მარტო სოფლის მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწებზე სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანას, ეს ითვალისწინებს ამ მოყვანილი პროდუქტების გადამუშავებას და პროდუქციების შექმნას, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს პროექტი იქნება ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის გადადგმული ნაბიჯი. ეს იქნება ნამდვილი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ამაღლდეს ხალხის ცხოვრების დონე. აღნიშნული ინიციატივა ეკონომიკურად გამართლებული და მომგებიანი იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლველთა სამინისტრომ ვაზის უბნის დასახლებაში 11 დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა და მათ საკუთრებაში გადასცა. ადგილზე იმყოფებოდა უწყების ხელმძღვანელი. სოზარ სუბარი იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. მინისტრის განცხადებით დევნილთა განსახლების პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე უკვე 1095 ოჯახი გახდა. ადამიანები აქ შეეჩვენენ, ადაპტირებული არიან, ბავშვები აქ დადიან, თვითონ აქ მუშაობენ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ განცდა იმისი, რომ აქ შეიძლება დარჩნენ, არ დარჩნენ, საკუთრება არ იყო. ხშირ შემთხვევაში საჭიროა მაგალითად რაღაცა დამატებითი ფანჯრის გაჭრა ან რაღაცა გადატიხრო ოთახის და ვერ აკეთებდნენ ვერაფერს, იმიტომ რომ სხვისი საკუთრება იყო. ახლა ეს შენობა ჩვენ შევიძინეთ და ეს ადამიანები 14 ოჯახი გახდა ჩვეულებრივი მესაკუთრე, ჩვეულებრივი ისეთი, როგორც ყველა არის თქვა აი ამ უბანში მაცხოვრებლები. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება საკლუბო გუნდების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით საქართველოს რკინიგზა სარაგბო გუნდ ლოკომოტივი 2008-ის, საკალათბურთო გუნდ სოხუმისა და წყალბურთელთა ნაკრებ ლოკომოტივის სპონსორი გახდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო და ეროვნულ შეჯიბრებებში შეუფერხებლად მიიღებენ მონაწილეობას. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული არის საკლუბო სისტემის გამართვისათვის და შესაბამისი ფედერაციების ნორმალური მუშაობისთვის. ამიტომ ეს არის ნამდვილი თანამშრომლობა ორ უცხოებას შორის, რაზეც მივესალმები და თქმა უნდა დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს მეგობრებს. საქართველოს რკინიგზა ყოველთვის ქართული სპორტის გვერდით იდგა. თვითონ სახელი ლოკომოტივი ნებისმიერ სპორტულ სახეობაში შეიძლება შევხვდოდა და ჩვენ ვცდილობთ გავაგრძელოთ ეს ღირსეული ტრადიცია. წელს საქართველოს რკინიგზისა და საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტი მთლიანად სპორტული სახეობისას განისაზღვრა 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით.